საკუთარ ცოდვილობაზე გამარჯვება ამასთანავე მარადიული სიკვდილზე გამარჯვება, ვინც იგი მოიპოვა. და ეხლა რას ამბობს მაკარი დიდი? მარადიული სიკვდილი ამბობს მაკარი დიდი. გულის სიღრმეში მალულად იმყოფება ყველა ადამიანში. გულის სიღრმეში მალულად იმყოფება. მისგან არის მკვდარი ადამიანი, რომელიც გარეგნულად ცოცხალია, ვინც გულის სამალავში სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა, ის საუკუნოდ იცოცხლებს და აღარასოდეს მოხდება. მაგრამ რას ამბობს ეს წმინდა მამა, როგორ უნდა გადავიდეთ მარადიულ, ანუ სიკვდილიდან სიცოცხლეში, მარადისობაში, რომ ჩვენში იყოს მუდმივი სიცოცხლე და არა სიკვდილი. ეს ამბობს, რა თქმა უნდა, ყველა საიდუმლოები, რაც ეკლესიაში ესე იგი რაც ესებული და თვისგან მოცემული და ყველაზე დიდი რაც არის ეს არის წმინდა ზიარება, მაგრამ ეს ამბობს მაგარი დიდი. იესოს როცა ეს გინდა იყოს ელის კაცი და გინდა ბერი. როგორ ელის კაცებისთვის არ არის და არც თუნდაც ქალაქის ცხოვრების სასულიერო პირებისთვის, რომ ისი ხაზმია რასაც ქვია, ანუ გონებრივი ლოცვა, ეს არ ევალება. ადამიანი ელის კაცს როდესაც დაგება ხატებს ან იესოს ლოცვას იყვის, ის უნდა ხამაღლავდეს ისე რომ ხურში ესმოდეს და ყურადღებით დააკვირდეს ამ სიტყვებს. უფალო იესო ქრისტე შევიწყალე მე. ეს უნდა გესმოდეს. ანუ გონება გაუყატავად უნდა ლოცულობდი ამას. გაგეფანტებო გონება ეს უნდა შემოიყვანო. ამის და თვითონ პავლე მოციქული რაც ამბობს, ვინც უფლის სახელს მოუხმობს გადარჩენა. ანუ იესო ქრისტეს სახელი ეს არის ჩვენი ცხოვრება და გადარჩენა. და სწორედ იესოს სახელის ხშირი გამეორებით ამბობს მაკარი დიდი. ადამიანში იდურგუნება და იდევნება სიკვდილი და მასში არის სიცოცხლე. და სიცოცხლე ასეთი სიცოცხლეს მატარებელი ადამიანი აღარასოდეს მოკვდება. ამბობს მაკარი დიდი. ყველა წმინდანმა ნახე ახლა რას ამბობს, მაგრამ ერთიდან ვიცოდეთ, რომ ადამიანი მუდმივად სანამ ცოცხალია მიდრეკილია ცოდვისაკენ. ის რომ დამთავრდა და ყველაფერი კარგად არის და კალაპოჩი ჩანდა და ზესური სასუფეველისკენ მივდივართ ისე რომ საფრთხე არ მემუქრება, ესეთ რაღაცა არ არსებობს. საფრთხე სანამ ცოცხალი ადამიანი ყოველთვის ემუქრება. ყველა წმინდანმა უგამონაკლისოდ მიუხედავად იმისა, რომ მარადიული სიკვდილი დაამარცხეს, აქ წმინდანებია საუბარი, დაამარცხეს საკუთარ თავში მარადიული სიცოცხლე გახსნეს ჯერ კიდევ ამ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მრავალი ამ მძიმე წუხარება და გასაცდელი გამოიარეს. ასე რატომ მოხდა? ანუ ადამიანებიო, წმინდანებიო, პრობლემასო მარადიული არ ცოტა ძველ ქართულად არის, ამიტომ მინდა რომ აღსნა. შეიძლება გავუგებარი ის საკითხი. რომ დაამარცხეს სიკვდილი საკუთარ თავში, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც მრავალ წუხარებას და გასაცდელებს გავიან ამ ცხოვრებაში. და რატომ? ცოდვილთათვის დამახასიათებელია ღვთის საჟელი, თავს დაიგებო. ღვთის შეუძლებს რატომ და არ ცდება ღვთის კვერთხი და მათ დარწმებით სჯის. ღვთის შეუძლები რატომ იჯებიან? ამ წუხარებებით გასაცდელებით, აქტიური სირთულეებით. ეს საკითხი წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლებით შემდეგნაირად წყდება. თუმცა ცოდვა მართალ ადამიანებში დამარცხდა, თუმცა მარადიული სიკვდილი მათში სულიწმიდის ყოფობით განადგურდა, მაგრამ მათ მიცემული არ აქვს სიკეთის უცვლელობა მიწიერი მოგზაურობის განმავლობაში. ესე იგი, უცვლელობა სიკეთეშიო არ აქვს არც ერთ ადამიანს, სანამ დედამიწაზე ცხოვრობს. ის შეიძლება სიკეთიდან მომდებისკენ შეიცვალოს ადამიანს. ამიტომ წუხარება, ტკივილი, გასაცდელი, ეს არის უდიდესი სიკეთე ჩვენთვის. ნახე, გასაცდელები აშუქებენ ცოდვისაკენ მიდრეკილებას ადამიანში. დააკვირდით ამ სიტყვას. და ჩვენ ყველაზე მეტად ამას გავუღვივართ. არ გვინდა ვიღაცა გაწყენინოს, ვიღაცა უსამართლოდ მოგექცეს, ვიღაცა არასოდეს, მაგრამ თუ ისი არ მოგესალმა ადამიანი რომ ესია მომება, იმის მიმართავს კი შეიძლება ესეთი აგრესია დამოუკროს, რომ არის ერთი ამბავი რომ შინაგანად სულში და გულში თუ არ გინდა. აი როგორი სიამაყე დამართავდა ადამიანში. ამიტომ ეს აუცილებელია.